თავი მე-12. ამრიგად შეგაგონებთ ძმებო, ღვთის მოწყალებებით, რომ შესწირეთ თქვენი თავი ცოცხალ და წმიდა, ღვთისათვის სასურველ მსხვერპლად თქვენი გონივრული მსახურება. და ნუ დაემსგავსებით ამ წუთის ოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ რა არის ღვთის ნება, კეთილი, სასურველი და სრულყოფილი. ჩემთვის მოცემული მადლით ვეუბნები ყოველ თქვენგანს. თქვენს თავზე იმაზე მეტად მოიფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ. არამედ იფიქრეთ თავმდაბლურად, რწმენის საზომით, ღმერთმა რომ გიწილადათ თითოეულს. ვინაიდან ჩვენ ერთ სხეულში მრავალი ასო გვაქვს, მაგრამ ყველა ასოს როდი აქვს ერთი და იგივე საქმე. ასევე ჩვენ მრავალნაირ სხეულს შევადგენთ ქრისტეში, ხოლო ყოველი ჩვენგანი ასოები ვართ ერთი მეორისათვის. და გვაქვს მადლით სხვადასხვა ნიჭი ჩვენთვის მოცემული, თუ ქადაგება რწმენის მიხედვით, თუ მსახურება მსახურებაში, თუ დამოძღვრა დამოძღვრაში, თუ შემგონებელია შეგონებით, გამჩუქებელია უბრალოებით, უფროსია სიბეჯითით და ქველმოქმედია გულითადობით. სიყვარული იყოს უთვალთმაქცო, განერიდეთ ბოროტებას და მიეკარით კეთილს. ძმათ მოყვარეობაში ერთმანეთისადმი გულთბილი სიყვარულით, პატივისცემაში ერთმანეთს დაასწარით, იბეჯითეთ და ნუ დაიღლებით, სულით აღიგზენით, ემსახურეთ უფალს, იხარეთ იმედში, მომთმენი იყავით გასაჭირში, ლოცვაში მდგრადნი, მონაწილეობა მიიღეთ წმიდათა საჭიროებაში, ესწრაფეთ სტუმართ მოყვარეობას, ლოცეთ თქვენი მდევნელები, ლოცეთ და მუწყევლით. მოხარულებთან იხარეთ და მოტირალებთან იტირეთ. ერთსულოვნება გქონდეთ ერთმანეთში, ქედმაღლობას ნუ გამოედევნებით, არამედ მიხევით მორჩილთ, ბრძენი ნუ გეგონებათ საკუთარი თავი, ნურვის ნუ მიაგებთ ბოროტის წილ ბოროტს, ცდილობდეთ კეთილს ყველა ადამიანის წინაშე, თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია ყველა ადამიანთან მშვიდობიანად იყავით. შურს ნუ იძიებთ თქვენთვის, საყვარელო, არამედ ადგილი მიეცით უფლის რისხვას, ვინაიდან წერია, ჩემი აშურისგება და მე მივაგებ, ამბობს უფალი. ამიტომ თუ შენი მტერი მშიერია, დააპურე იგი, თუ სწურია, დაალევინე, ვინაიდან ამის გაკეთებით ნაკვერჩხლებს აგროვებ მის თავზე. არ დაგძლიოს ბოროტმა, არამედ ძლიერე ბოროტს კეთილი.